და ეს რა თქმა უნდა ალბათ სამართლიანად იყო გასაკრიტიკებელი და არც ბლოკი არ არის ასეთი რამის მომხრე. თუმცა და ბლოკისათვის აი მულტიდისციპლინარულობას რაზეც მე მეტს ვიტყვი აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ისტორიული მოვლენების ანალიზისათვის, მაგრამ ამავე დროს მისი ასე ვთქვათ გატაცება, მისი ერთგულება ისტორიკოსის პროფესიის მიმართ იმაში გამოიხატება, რომ მას ძალიან აინტერესებს კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული დრო. და ახლა დღეს მე მგონია, რომ არც სოციოლოგიისათვის არ არის უცხო ასეთი დამოკიდებულება დროისადმი და კონკრეტიკისადმი, მაგრამ თავის დროზე ეს იყო უცხო და სოციოლოგია ალბათ უფრო ზოგად კანონზომიერებათა ასე ვთქვათ სხვადასხვა დროსა და სივრცეში მოგზაურობით ზოგად კანონზომიერებათა გამოყვანით იყო დაკავებული, რაც ადამიანთან ცხოვრებას ეხება, მაშინ როდესაც ისტორიკოსი თავისებურება იყო ყოველთვის აი კონკრეტიკის ხელისჩავლება, განუმეორებლისათვის ხელისჩავლება და აქეთ რაღაცნაირად უკვე დროისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე შეიძლება გადავიდეთ, მთავარი საგანი კვლევისა ბლოკისათვის არის ადამიანი დროში, ასე აყალიბებს იგი თავის ისტორიის აპოლოგიაში. და დროისადმი მისი დამოკიდებულება რაც მე ბროდელმა ძალიან კარგად განავითარა, ამაზე კიდევ ვიტყვი, მაგრამ ამ შემთხვევაში მას კარგი მაგალითი მოყავს, რომ თუ ნებისმიერ სხვა დარგს აინტერესებს დრო, როგორც რაღაცა ქრონომეტრაჟი ან კალენდარი და თქვა ქიმიკოსისათვის საინტერესოა რაღაცა ცდა რა პერიოდში ხდება, ხო ბლოკი ამბობს, რომ ისტორიკოს აინტერესებს არა ის, რომ თქვა ცეზარმა გალია დაიპყრო 8 წლის განმავლობაში და არა ზოგადად 8 წლის განმავლობაში როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს, არამედ ზუსტად ის 8 წელი უნდა, როდესაც ცეზარი ამას აკეთებდა. და რომელი 8 წელიც ვერასოდეს ვერანაირ პირობებში ვერ განმეორდება. ეს ალბათ ისტორიკოსის აღქმა დროისა ის თავისებურება ამაში გამოიხატება. რაც შეეხება კიდევ აი მის მეთოდიკას, რამდენიმე სახელით შეიძლება მეთოდიკის რამდენიმე ტერმინით უცნებით ამ მეთოდიკის დახასიათება. ერთი ეს არის ალბათ და ასეც ახასიათებენ მას თვითონაც და სხვაებიც, ვთქვათ, იგივე რუსულ გამოცემას აქვს საკმაოდ კარგი შესავალი გურევიჩის გაკეთებული ბლოკსა და ისტორიის აპოლოგიას. და ისიც ამას უსვავს ხას, ისე როგორც თვითონ ავტორი ამ ნაშრომისა რეტროსპექტულ მეთოდს აქვს ძალიან არსებითი მნიშვნელობა. თვითონ ბლოკს ძალიან საინტერესო მაგალითი მოაქვს, რომ ერთ-ერთ ისტორიკოსთან ერთად ხო ვარიან მასო სტოკჰოლმში იმყოფება და იმის მაგივრად რომ ჯერ წასულიყო ეს ისტორიკოსი მუზეუმებში, მას დააინტერესა თანამედროვე არქიტექტურა და თანამედროვე ინსტიტუტები გადაწყვეტილი არქიტექტურაში, მუნიციპალიტეტი და ასე შემდეგ. ეს ორი რამის გამოა, ერთ-ერთი ბლოკისათვისაც ასეა, რომ ისტორია არ არის მხოლოდ წარსული აწმყომისთვის წამია და ყველაფერი ასე ვთქვათ ამ წამის იქით უკვე წარსულია და ინტერესის სფერო არის ისტორიკოსისათვის. ეს ერთი, იმიტომ რომ მას საბოლოო ჯამში უნდა რომ ახსნას დღევანდელობა რაღაცნაირად განსჭვრიტოს მომავალი, შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია და ბევრი ისტორიკოსი ანტიკურობიდან მოყოლებული ეს უთქვამს, ხო? მაგრამ რაღაცა პერსპექტივები დასახოს ან დღევანდელ პრობლემატიკაზე იმუშაოს, უკეთ გააცნობიეროს, ამისთვისაც სჭირდება წარსული, მაგრამ რეტროსპექტული მეთოდის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მას წარსულის ახსნა უნდა დღევანდელობა. ის დღევანდელობას აკვირდება, ამით ცდილობს წარსულის გაგებას და მერე უბრუნდება ისევ დღევანდელობას წარსულიდან. ეს არის მის მეთოდიკაში მნიშვნელოვანი. მეორე ეს არის შედარებითი ტიპოლოგიური მეთოდიკა, ანუ მას იგივე მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომში ფეოდალური საზოგადოების შესახებ აქვს ცდილობს ფრანგული ფეოდალიზმის გასაგებად შეისწავლოს ან გაიგოს იაპონური მაგალითი და მისი მესამე ნაშრომი, რომელზეც მინდა თუ დრო დაგვრჩა, ცოტა უფრო დეტალურად შევჩერდე, ეს არის მე ფრანგული სამწუხაროდ არ ვიცი, ინგლისურად როიალ ტაჩ ქვია, რუსულად კარალი ჩუდატვორცი. ჯობია ალბათ ეს უფრო ფრანგულად ასე ქვია? Le roi Tomato. ანუ სასწაულ მოქმედი მეფე. ხო, მაშინ ინგლისური თარგმანი უფრო შინაარს გვაგებინებს, ვიდრე ასე ვთქვათ ის არ არის ბუკვალური თარგმანი. ამიტომ მე ვფიქრე, რომ ქართულად შეიძლება თქმულიყო თქო სამეფო შეხება, მაგრამ
ეხება სამეფო სასწაულები თუ სასწაულმოქმედი მეფე. იგივე აქაც იგი ცდილობს გაიგოს რა ეს ფენომენი საფრანგეთში, აუცილებლად ვალდებულება თulis რომ იგივე ფენომენი შეისწავლოს ინგლისში და ესე შედარებით გაარკვიოს საბოლოო ჯამში რასთან ქონდა საქმე. და მესამე ამას შეიძლება სტრუქტურული მეთოდი დავარქვათ, იგი ცდილობს ინსტიტუტების, სტრუქტურების ურთიერთგავლენების და ურთიერთდამოკიდებულებების გაცნობიერებას და ამაში არის მისი მიდგომის მთლიანობაში multidisciplinaრულობა. ისევ ახლა long duress რო დაუბრუნდეთ, ანუ აი ძალიან განგრძობად დროს თუ შეიძლება ასე ითარგმნოს. ერთი რომ მისთვის დრო არის ძალიან კონკრეტული და უნიკალური და არა უბრალოდ თქვათ ქრონომეტრაჟი. მეორეს მხრივ მისთვისაც და მთელი მისი სკოლისათვისაც დრო არ არის ქრონოლოგია, როგორც ადრე ისტორიკოსებისთვის იყო, რომ ამ წელს ეს მოხდა და მე ამ წელს ეს მოხდა. მისთვის დრო და თვითონ ხმარობს ამ სიტყვას არის პლაზმა, რომელშიც ისტორიული ხდომილებები ლივლებენ რაღაცნაირად. მე სხვა შორის ეს ბროდელს აქვს ამ კარგად ნათქვამი, რომ დრო არის ზღვა და რამდენიმე, ასე ვთქვათ, დონეზე სხვადასხვა ტემპებით ფუნქციონირებს ეს დრო და კონკრეტული ხდომილება გავლენას ახდენს ყველა ეს დრო, სამი დრო აქვს ბროდელს გამოყოფილი და მე ისევ დაუბრუნდები ბლოკს. ეს არის ზღვის ფსკერი, თითქმის არ იძვრება, აქ არის ასე ვთქვათ, რაღაცა კოსმოსურ დროზე საუბარი, ვთქვათ, სამყაროს რაღაცა ძირეული საყრდენები, საფუძვლები განსაზღვრავენ რეალობას და იქ თითქმის უძრაობა. ანუ რაღაცას ვთქვათ, განვითარება, პროგრესი, ცვლილებები ნაკლებად ხდება. მერე ეს არის დინებები, როგორც ზღვაში, ანუ აქ რაღაცა ხატოვან შედარებებთან გვაქვს ადგილი, სადაც ღრმა რაღაც სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი ცივილიზაციურ ცვლილებებს და ბოლოს ეს არის ღელვა და ქაფი, რაც ბროდელისათვის არის პოლიტიკური მოვლენები. ბლოკს ამდენი ასე თქვა ბროდელი ცდილობდა ჩემის აზრით ბლოკის და ფევრის კონკრეტული კვლევებისა და გაკვირვით ნათქვამი ასე თქვა საინტერესო მოსაზრებების სისტემატიზაციას და საბოლოო ასე თქვა სახის მიცემას. ბლოკს აქვს შემდეგი რამ ჩემის აზრით ანალოგიური ნათქვამი, რაც საინტერესოა ისტორიის აპოლოგიაში, რომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, როდესაც ვსწავლობთ ისტორიას, მუდმივობებს, სტრუქტურებს და კონიუნქტურებს. აი მუდმივობები მისთვის ის არის დაახლოებით, რაც ბროდელს აქვს ზღვის ფსკერზე, რაც ცვლილებებიც არის, ოღონდ აქ ბლოკი ლაპარაკობს, რომ ეს არის გეოგრაფია, კლიმატი და ადამიანის მიმართება ამ ყველაფერთან და ამ ყველაფრის გავლენა ადამიანზე, იმიტომ რომ ბლოკმა თავიდან უთქვა, რომ ისტორიის საგანი არის ადამიანი დროში. ერთი კაი ხატოვანი შედარება აქვს კიდე ისტორიკოსი არის კაცი ჭამიასავით, სადაც ადამიანის სუნია იქ მიდის.